გამარჯობა, გამოძგვა ხოჩალადე დღეს ვისაუბრებ კოლონოსკოპიის შესახებ. კოლონოსკოპია არის ენდოსკოპიური კვლევა, რომლის დროსაც ხდება მსხვილი ნაწლავის დათვალიერება შიგნიდან. თვითონ კოლონოსკოპია სიტყვა შედგება ორი ნაწილისგან, ხო? ეს არის კოლონ და სკოპია. კოლონ ნიშნავს ძველი ბერძნულიდან ბორცვს, გორაკს, ხო? ესეთი შესახედაობის არის გარედან მსხვილი ნაწლავი, ხო? სკოპია ნიშნავს დათვალიერებას. პირველი ფიბროკოლონოსკოპია ისტორიას რომ შევხედოთ, წარდგენილი იქნა 1969 წელს იაპონიაში. ორი ექიმის უილიამ ვულფის და ჰირომი შინიას მიერ. მათ ასევე დაამტკიცეს ამ ორმა ექიმმა, რომ ენდოსკოპიურად პოლიპების მოკვეთა არის სრულიად უსაფრთხო. ჩვენ რას ვიკვლევთ ხოლმე ჩვენ კოლონოსკოპიის დროს? აი, მინდა დაგანახოთ კუჭნაწლავის სისტემას საერთოდ. საჭმლის მონელების სისტემას. მინდა რომ დაგანახოთ და ჩამოვყვეთ, აი, თუ გამოჩნდება კარგად. ცოტა ისეთი არის შეზღუდული ვარ ჩვენებაში. აი ნახეთ, ხო, პირის გულიდან ჩვენი საჭმელი გადადის საყლაპავში. აი საყლაპავი. შემდეგ გადადის კუჭში, ჩვენი საჭმელი აქ მარილმჟავასთან უერთდება, დამუშავდება კარგად და შემდეგ ჩვენი ნაჭამი საჭმელი გადმოდის უკვე 12 გოჯა ნაწლავში, სადაც ხდება მისი ძირითადი მონელება. ხო, აქ 12 გოჯა ნაწლავს უერთდება, ხო? კუჭუკანაჯირკვალი, პანკრეასი, მეორენაირად და ღვიძლი თავისი სადინარით, ხო, ხოლედოხით. ღვიძლი იმუშავებს სანაღვლე წვენს, რომელიც შემდეგ აი ღვიძლის სანაღვლე სადინრით ჩაედინება, უერთდება უკვე 12 გოჯა ნაწლავში, ხო? და ასევე პანკრეასიც იმუშავებს თავის წვენს, რომელიც თავის ფერმენტებით გაჯერებულ წვენს, რომელიც ასევე ჩაედინება 12 გოჯა ნაწლავში და აქ ხდება უკვე საკვების მონელება. ღვიძლის მიერ გამომუშავებული რაღაც ნაღლის წვენი რაღაც რაოდენობით ასევე ინახება ნაღლის ბუშტში, ხო? და როცა საჭირო არის, შემდეგ გამოდის ხოლმე აქედანაც. გასტროსკოპიის დროს ჩვენ ვიკვლევთ აი აქ პირის გულიდან საყლაპავი, კუჭი და 12 გოჯა ნაწლავის აი აქამდე გადავდივართ. ამის იქით უკვე გასტროსკოპი ვეღარ წუდება, ხო? წვრილ ნაწლავში გასტროსკოპით ვეღარ გადავდივართ. მაგისთვის არსებობს სპეციალური ინტენსტინოსკოპი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია წვრილი ნაწლავის დავათვალიეროთ, ხო? უფრო გრძელი არის. ეხლა შემდეგ ჩვენი საკვები გადადის უკვე წვრილ ნაწლავში, 12 გოჯა ნაწლავი წვრილი ნაწლავია, მაგრამ ხო, შემდეგ ნაწილში, ანუ ეს არის მლივი ნაწლავი, ეს ჰორიზონტალური მდებარეობა აქვს მუცელში უფრო ამ ნაწლავს და მლივი ნაწლავიდან შემდეგ გადადის საკვები უკვე თეძოს ნაწლავში, ეს უფრო ასეთი ვერტიკალური მდებარეობა აქვს და თეძოს ნაწლავიდან უკვე ჩავდივართ მსხვილ ნაწლავში. აი მსხვილი ნაწლავში, ხო, აი როგორი არის მსხვილი ნაწლავი და უკანატანში და გამოდივართ გარეთ. მსხვილი ნაწლავზე უფრო კოლონოსკოპიის დროს ჩვენ რას ვიკვლევთ, ხო? კოლონოსკოპიის დროს ჩვენ შევდივართ აი უკანატანიდან, ანუსიდან. აქ შევდივართ სწორი ნაწლავი. სწორი ნაწლავიდან გადავდივართ სიგმოიდურ ნაწლავში, ეს დაგრეხილია, აქვს თავისი ჯორჯალი. შემდეგ სიგმოიდურ ნაწლავიდან გავდივართ დაასრულები კოლინში, ავდივართ აი ზემოთ, შემდეგ ელენთის კუთხე ხდება აქ. ელენთის კუთხიდან გადავდივართ უკვე განივ კოლინში, წაგრძელებული ამასაც თავისი ჯორჯალი აქვს. განივი კოლინჯიდან ჩვენ უკვე ღვიძლის კუთხესთან მივდივართ, ღვიძლის კუთხედან ჩავდივართ უკვე მე ასრულებ კოლინში და ვხვდებით უკვე ბრმა ნაწლავში. და ბრმა ნაწლავიდან აი აქ ჩვენ გადავდივართ უკვე მე შემდეგ თეძოს ნაწლავში და თეძოს ნაწლავის სადღაც ასე 50 სანტიმეტრამდე მაინც ვიკვლევთ ხოლმე. ესეც აუცილებელია კოლონოსკოპიის დროს, სხვანაირად კოლონოსკოპია არ იქნება შემდგარი. ამის დათვალიერება აქ შესვლა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, სადღაც 90%-ში მაინც უნდა შედიოდეს ექიმი და ნახულობდეს. იქ თავისი დაავადებები არსებობს, რომლის დროსაც ბიოპსია არის ხოლმე საჭირო და აუცილებელია იქ შესვლა. თვითონ კიდევ მინდოდა ესეთი რაღაც სურათის ჩვენება. უფრო ახლოდან, აი ეს არის ეს არის მსხვილი, ეს არის ბრმა ნაწლავი, ეს შესაერთებელი, ხო? შეერთება, ხო? სადაც აი წვრილი ნაწლავი უერთდება უკვე მსხვილი ნაწლავს. აი აქედან შემოდის საჭმელი და მე მიდის უკვე მსხვილი ნაწლავში ზემოთ, ხო? აი აქ არის ამ შენაერთის ქვემოთ, რაც არის ნარჩენი, ეს გუმბათის ფორმის, რაც არის დარჩენილი, აი ეს არის ბრმა ნაწლავი, რომელიც ხშირად ადამიანებს ეშლებათ ხოლმე აი ამაში, აი ჭია ნაწლავში, ხო? აი ოპერაციას როცა იკეთებთ ხოლმე, ხო? ჭია ნაწლავის ოპერაციას, ან აპენდიცის რასაც უძახიან, ხო? აპენდიქსის ოპერაციას, აპენდექტომია.
აი ამის მოკვეთა ხდება ხოლმე რა. ბრმა ნაწლავი არაფერს შუაში არ ბრმა ნაწლავს ამ შემთხვევაში არ კვეთენ ხოლმე. კვეთავთ მხოლოდ ამას. საერთოდ ეს ოპერაცია ხშირი არის როგორც იცით. საქართველოში პანტაპუნტად კეთდება, ჭირდება თუ არ ჭირდება, მაინც აკეთებენ ხოლმე. არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ აპენდიქსი ჭიანაწლავი მნიშვნელოვანი ორგანო არის საერთოდ ამ ჩვენი სარკმლის მონელების სისტემაში, იმიტომ რომ ის როგორც ის არის ნაწლავის გლანდები, ეგრეთ წოდებული. აქ ხდება განეიტრალება ბევრი ბაქტერიების ინფექციის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი ასე ჰარი-ჰარავაზე ამოჭრა არ შეიძლება თუ საჭირო არ არის. რა თქმა უნდა. და აქედან უკვე მსგუნავად როცა ჩამოვდივართ ხოლმე, აქედან შევდივართ წვრილ ნაწლავში, რომელიც როგორც ხედავთ არ არის ასე ადვილი, იმიტომ რომ ძალიან წვრილი შესასვლელი არის და ცოტა რთული არის სამანიპულაციოდ, მაგრამ შესაძლებელია და უნდა კეთდებოდეს კიდევაც. აი ეს არის რასაც ვიკვლევთ ხოლმე კოლონოსკოპიის დროს, რომ იცოდეთ ასევე გამოსვლისას, როდესაც უკან გამოვდივართ უკვე, ხო, გამოსვლისას ხდება საერთოდ დათვალიერება. ჩვენ ახლა შესვლა ერთი არის, მაგრამ დათვალიერება ხდება გამოსვლის დროს. და აქ უკვე არის ასეთი სტანდარტები არის, რომ მინიმუმ 6 წუთი მაინც უნდა ხდებოდეს მისი დათვალიერება, მინიმუმ. იქ შეიძლება მეტიც დაგჭირდეთ ხოლმე. და გამოსვლა, როდესაც გამოდივართ უკვე სწორ ნაწლავში, როდესაც შემოვდივართ, ასევე აუცილებელია ხოლმე კვლევის დროს, რომ ასე რეტროფლექსიას უძახით ჩვენ ამას, როდესაც აპარატი ასე შემოვხრით, შემოტრიალდება და შემოტრიალებულად ვხედავთ ხოლმე იქ ანუსის არის, იმიტომ რომ შეიძლება გამოგჩეს ანუსის ონკოლოგია, კიბო და ასევე ბუასილის კვანძებით შეგვიძლია აქედან დავათვალიეროთ, ვნახოთ რა მდგომარეობაშია და როგორ არის. ეს არის რასაც ვიკვლევთ ხოლმე კოლონოსკოპიის დროს. კოლონოსკოპია ესეთი პროცედურა არის, რომელიც არის დამოკიდებული ორ ფაქტორზე. ერთი არის, რა თქმა უნდა, ექიმი, ექიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის განათლებას, მის იცავს თუ არა რეკომენდაციებს, იცის თუ არა რეკომენდაციები თანამედროვე, ხო, გაიდლაინებს ეცნობა თუ არა კითხულობს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ექიმს და მეორე ასევე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს აპარატურას. იმიტომ რომ შეიძლება ექიმი კარგი იყოს, მაგრამ აი ცუდ აპარატურაზე კი ის მაქსიმალურად გამოიყენებს ყველაფერს ამ აპარატურის შესაძლებლობას, მაგრამ დათვალიერებისას ძალიან ბევრი კითხვები შეიძლება გაუჩნდეს პირიქით, გინდა გასტროსკოპია იყოს, გინდა კოლონოსკოპია იყოს. ამიტომ პირიქით და შეიძლება მოითხოვოს უკეთეს აპარატურაზე დათვალიერება შემდეგ პაციენტის თუ რა თქმა უნდა პატიოსანი ექიმი არის. და კარგი ექიმია, კარგი ექიმის მაგას უძახი, ხო? რომელიც არის პატიოსანი და უყვარს თავის პროფესია და ასევე უყვარს აი ეცნობა თანამედროვე რეკომენდაციებს, გაიდლაინებს და ასე შემდეგ. და თუ რა თქმა უნდა შეიძლება იყოს კარგი აპარატურა, მაგრამ იყოს ცუდი ექიმი, შეიძლება მიზანი არ კონდეს იმას არანაირი კვლევის და კონდეს უბრალოდ თქვა ფულის შოვნის. ხო, ამიტომ ესეც რა თქმა უნდა არ არის კარგი. მაშინ კვლევას საერთოდ აზრი ეკარგება. კიდევ აი გასტროსკოპიაზე უფრო მომისმენია ხოლმე, ხო? მაგალითად ესეთი რომ აი ნათესავი რომ მოყვება ხოლმე იმას რა უნდა მაგას, ხო? ერთი წუთიც არ უნდა მაგის გაკეთებას, ხო, რაღაც. კი, შეიძლება იმ ნათესავს ვინც მოყვა ერთი წუთი უკეთებდა და ეს უკეთდებოდა გასტროსკოპია და ეს არასწორი არის. კი, მე ერთი წუთიც არ მჭირდება, თქვა გასტროსკოპია შემიძლია 10 წამში გავაკეთო, ჩავიდე და ამოვიდე, მაგრამ აზრი ამაში რა არის, ხო? კვლევას აზრი ეკარგება. ანუ ეს არის კვლევა, ხო? ჩვენ ვიკვლევთ რაღაცას, ჩვენ ვეძებთ რაღაცას, ხო? ამიტომ ჩავდივართ და ამისათვის საჭიროა დრო, რა თქმა უნდა. და კარგი აპარატურა. ხო? იმიტომ რომ ცუდი აპარატურით შეიძლება რაც უნდა ვეძებოთ, შეიძლება ვერც დავინახოთ. ამიტომ ინა გასტროსკოპია იქნება, კოლონოსკოპია იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმი, მისი მომზადება და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე აპარატურა, როგორ იქნება ექიმს. ეხლა რა არის, რატომ არის კოლონოსკოპია ასეთი მნიშვნელოვანი, ხო? ჩვენ კოლონოსკოპიის დროს, ისე როგორც გასტროსკოპიის დროს, ძირითადად ვეძებთ ხოლმე ვეძებთ კიბოს რა. ჩვენი მიზანი არის, რომ კოლორექტული კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკა, რომ მოვძებნოთ ჯერ ჩნდება პოლიპი და შემდეგ ჩნდება კიბო, ხო? ამიტომ ჩვენ ვეძებთ პოლიპებს. გვინდა რომ აღმოვაჩინოთ პოლიპები და მოვკვეთოთ ისინი თავის დროზე, რომ კიბოში აღარ გადაიზარდონ. ეს არის მთავარი მიზანი.
და კიბოზე მე ვილაპარაკე კუჭის კიბოზე, ხო, ჰელიკობაქტერიაზე როცა ვსაუბრობდი მის გავრცელებაზე, აქ კოლორექტულ კიბოზედაც მინდა ვთქვა. 2022 წლის მონაცემები არის ეს ბოლო, ხო, რა ქვია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მის მიხედვით, აი, დაავადების მიხედვით და ავადობის მიხედვით პირველ ადგილზე რა თქმა უნდა ფილტვის კიბო არის, მეორე ადგილზე მოდის ძუძუს კიბო და მესამეზე უკვე არის ჩვენი კოლორექტული კიბო ავადობით, ხო? ანუ წელიწადში გამოვლინდა 1,900,000 შემთხვევა კოლორექტული კიბოს ეს 2022 წელს. და სიკვდილიანობის მიხედვით კი კოლორექტული კიბო აქ უკვე ძუძუს კიბოს ასწრებს, პირველ ადგილზე ისე ფილტვის კიბო არის და მეორე ადგილზე არის უკვე კოლორექტული კიბო მსოფლიოში. სიკვდილიანობით ეს უკვე 900,000 შემთხვევა წელიწადში. ხო, თქვენ თვითონაც ხვდებით, ხო, რამხელა მასშტაბები არის. საქსტატის მონაცემებით, ან საქართველოში მე საქსტატის მონაცემები ნახე მარტო, იმიტომ ძველი მონაცემები არის კიბოს რეესტრის ის 2020 წლის მონაცემებია და აქ ხან რამოსატანი. საქსტატის მონაცემებით, აი გარდაცვალებას რაც ნახავთ, ხო, კიბოდან გარდაცვალების შემთხვევები, აქ რატომღაც კოლორექტული კიბო არის ჩვენთან მე-4 ადგილზე. ალბათ რაღაც ფაქტორები გააჩნია და რა ფაქტორებია ესენი, ანუ რატომ შეიძლება წარმოიქმნას კიბო, ხო? კოლორექტული კიბო, რისკ ფაქტორები შეიძლება არსებობდეს. რა თქმა უნდა, გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, ხო? ჩვენებების დროს. ასევე არის ხილბოსნეულის ნაკლები მოხმარება, როცა ნაკლებად მოეხმარ ხოლმე ადამიანი ხილბოსნეულს. ასევე არის წითელი ხორცის ზედმეტი მოხმარება, ანუ რას ნიშნავს? წითელი ხორცი და თეთრი ხორცი, ხო? წითელი ხორცი არის უფრო ეს საქონლის, ღორის, თხის ხორცი, რომელიც და ასე შემდეგ ცხურის ხორცი, რომელიც შეიცავს ბევრ მიოგლობინს, ანუ მოწითალო ფერს აძლევს ეს მიოგლობინი, ეს რა ქვია, თვითონ ამას ხორცს, ხო? და ასევე არის ხოლმე, თქვათ, იხვის ხორცში, ბატის ხორციც ითვლება წითელ ხორცად. თეთრ ხორცად ითვლება ქათმის ხორცი, თევზეულობა და ასე შემდეგ. წესით რიგით, ხო, აი როგორი არის მისი მიღების წესი, ხო, აი დიეტოლოგიაში დღეს რომ თქვა წითელი ხორცი უნდა მიიღებოდეს კვირაში 500 გრამი. დანარჩენი ხო, ანუ ეს ყველა სახეობის ხორცს შეეხება, ხო, აი წითელი ხორცი, რასაც ქვია და დანარჩენი კიდე ხორცის მოთხოვნილობა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თქვა თევზეულობით. თევზეულობა ძალიან სასარგებლო არის ორგანიზმის, როგორც იცით. წითელ ხორცი კიდევ კარგი არის იმისთვის, რომ ბევრ რკინას შეიცავს, ამ და რკინის ადვილი წყარო არის ორგანიზმისთვის. ამიტომ მე არ ვამბობ, რომ საერთოდ ხო შეამციროთ და რაღაც. არა, შეიძლება ჩვეულებრივად მოიხმაროთ, ზედმეტი მოხმარება არ არის, რა თქმა უნდა, კარგი. ასევე ძეხვეულების მოხმარება, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. ასევე ასაკი 50 წელზე მეტი ასაკი 50 წლისა დამტკიცებულია, რომ 50 წლიდან უკვე ქალები იქნება, კაცებს მნიშვნელობა არ აქვს, იზრდება უკვე პოლიპების წარმოქმნის რისკი. საერთოდ და მკვეთრად რაც უფრო იზრდება თქვენი წლოვანება, მით უფრო იზრდება აი პოლიპების წარმოქმნის რისკი და შესაბამისად შემდეგ კოლორექტული კიბოს რისკი. კი და ასევე რა თქმა უნდა მოწევა სიგარეტი, ალკოჰოლი, სიმსუქნე, სტრესი, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ეს ყველაფერი არის რისკ ფაქტორები, რის გამოც შეიძლება კოლორექტული კიბო დაემართოს ადამიანს. არსებად მე ვთქვი, ვახსენე ჩვენებებში წინათ, რომ კიბოს სიმპტომები რა შეიძლება იყოს, ხო? კოლორექტული კიბოს სიმპტომები სისხლნარევი განავალი, სისხლის და ლორწოს გამონადენი ანუსიდან, მუქი წითელი სისხლი განავალში, ანემია, დაღლილობა, წონაში კლება და ასე შემდეგ. ეხლა კიდევ ჩვენ ვახსენეთ, რომ პოლიპები არის ძირითადად, ხო? პოლიპები გარდაიქმნება როგორც წესი შემდეგ კოლორექტულ კიბოში, მაგრამ ეს პოლიპები რო დავინახოთ კოლონოსკოპიის დროს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია კოლონოსკოპიისთვის მომზადება. ნაცლავი უნდა იყოს სუფთა გაკრიალებული, ხო? იქ არ უნდა იყოს განავლოვანი ნარჩენები, მით უმეტეს არც თხელი, არც სქელი, მით უმეტეს, ხო და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მე ამას, როდესაც კვლევაზე ეწერებიან ჩემთან, მე ამას პაციენტს ვესაუბრები პირადად და ტელეფონით პირადად და უხსნი ყველაფერს მომზადების წესი, როგორ უნდა მოემზადოს. აქ ხდება ხოლმე არსებობს მომზადებისთვის ამ წამლებს რაც შეეხება. არსებობს
ორი წამალი ძირითადად საქართველოში მომზადებისთვის ეს არის ფორტრანსი და ეს არის მაკროლაქსი. ფორტრანსი ისმევა ხოლმე როგორც წესი 4 ლიტრა ხსნარი, ეს საფაღარათო საშუალება არის კვლევის წინ. 4 ლიტრა ხსნარი ისმევა და შემდეგ პაციენტს აქვს ხოლმე 1-3 საათში აქვს ხოლმე ფაღარათი, თხელი განავალი, რომ ეს ნაწლავს წმინდავს, ხო? მაგრამ ეს ისმევა 4 litrა და არის მაკროლაქსი, რომელიც ისმევა 2 litrა ხსნარი წამალი და დანარჩენი კიდევ 1 litrა ემატება კიდევ თქვათ წყალი ან სხვა სახის სითხეები, ნებადართული სითხეები. ხო, ასევე შეიძლება მომზადებისთვის დავთრიდეს მესამე წამალი, ეს უკვე არ არის საფაღარათო საშუალება, ეს არის მეტეოსპაზმილი, მე ვიყენებ მეტეოსპაზმილს, აი ზოგიერთი შეიძლება გამოიყენოს ესპუმიზანის ხსნარი, ეს არის იმისათვის, რომ ნაწლავებში ბუშტუკები არ დახვდეს, რომ იყოს ჰაერი რომ ბუშტუკები რომ გააქროს ნაწლავში. ესე იგი კიდევ რა შეიძლება მომზადებაში ხო ფაღარათზე ვთქვით, გექნებათ ფაღარათი, რომელიც 3 საათში დაიწყება და შემდეგ თავისთვის გაივლის ხოლმე. შემდეგ კიდევ ფორტრანსიზმი, ანუ ეს დასალევა ძალიან რთული არის რა, განსაკუთრებით ფორტრანსი, ესეთი შეიძლება გემო არის პაციენტი, შეიძლება გულისრევი შეგრძნება ჰქონდეს რამე. ამიტომ თუ გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ ლიმონი ჩააწვეთოთ, თქვათ, ან ემის ქვეშ ამოვიდოთ ლიმონის ნაჭერი, რომ ეს უფრო ცოტათი გაგიადვილებთ მის მიღებას. ასევე დალევის დროს, ფორტრანსის მიღების დროს რეკომენდირებულია ანუ სიარული, ხო? ფიზიკური აქტივობა, შეგიძლიათ მასაჟი გაიკეთოთ მუცლის და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება, ანუ აქ არსებობს სამი სქემა. სამი სქემა არსებობს ფორტრანსის და მომზადების, ხო? გააჩნია რა დროს დაგიბარებთ ექიმი. თუ ექიმი დაგიბარებთ, თქვა დილით 9 საათზე ან 10 საათზე, მაშინ პაციენტი ემზადება წინა დღით. ეს და წინა დღით ხომს მთლიანად, აი გინდა ფორტრანსი იყოს, მაკროლაქსი წინა დღით ღებულობს ყველა პრეპარატს, მაგრამ ეს სქემა ცოტა მოძველებულია, ანუ თანამედროვე რეკომენდაციებით არ არის სასურველი, იმიტომ რომ მეორე დღეს, ანუ კვლევის დღეს მაინც არის ხოლმე იქ ნარჩენები, თქვა ნაღველი ჩამოდის ხოლმე და გირთულებს მაინც კვლევას. არ არის ისე კარგი მომზადება, როგორც საჭირო. არის არსებობს მეორე სქემა, ეს არის ნახევარ წამალს წინა დღეს ხომს პაციენტი, ნახევარ წამალს კვლევის დღეს დილით, ოღონდ ამ შემთხვევაში კვლევაზე ვიბარებ 12 პირველ საათს. ეს შემთხვევა შედარებით უკეთესია, ვიდრე წინა კვლევა. წინა მომზადება და უკეთესად არის გაწმენდილი ნაწლავი ხოლმე როგორც წესი და საუკეთესო მომზადების სქემა თვლიან ხოლმე კვლევის დღეს მომზადებას. ანუ დილით ადრე დგება პაციენტი, სვამს თლიანად გინდა ფორტრანსი ექნება, მაკროლაქსი ექნება და კვლევაზე მოდის მერე უკვე 2 საათიდან 2, 3, 4, 5 საათი მნიშვნელობა არ აქვს უკვე გააჩნია რა დროს დაიბარებს ექიმი პაციენტს, ხო? რა დროს შეთანხმდებიან. ასევე მომზადების წამლების გარდა, წამლებზე ვისაუბრეთ, ავხსენით და წამლების გარდა კიდევ რა თქმა უნდა 3 დღით ადრე ინიშნება დიეტა. დიეტა რომ ნაწლავი, ანუ წამლები ხო ვერ მოამზადებენ ისეთ ნაწლავს, სადაც თქვა დიეტის გარეშე ნაწლავი უნდა იყოს კარგად გასუფთავებული და გაკრიალებული, ხო? ამისათვის ინიშნება 3 დღით ადრე დიეტა. დიეტა რას გულისხმობს? აი რა არის ნებადართული და რა არის აკრძალული. თქვათ ეს კვლევამდე 3 დღით ადრე. ნებადართულია, ანუ შეგიძლიათ უცხიმო ყველი, არაჟანი, ზეითუნის ზეთი, შეიძლება იოგურტი, შეიძლება ოღონდ დანამატების გარეშე. ასევე შეიძლება კვერცხიც მოხარშული, უფრო თოლხოთ მოხარშული, ეგრეთ წოდებული. არაცხიმიანი საქონლის ხორცი შეიძლება, არაცხიმიანი ქათმის ხორცი და თევზი, არაცხიმიანი უცხიმო ესეც მოხარშული და მოთუშული ამ მდგომარეობაში, არა შემწვარი, ხო? შეიძლება კარგად მოხარშული თეთრი ბრინჯი, ოღონდ არა პლოვის სახით. შეიძლება შაქარი, თაფლი, შეიძლება პრობლემა არის ნებადართული პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს წიფწებს, მარცვალს, თესლებს, ქათყოს არ უნდა შეიცავდეს, ხო? შეიძლება ბულიონები, ოღონდ გაწურული, ხო? არა ის ბოსტნეული შემცველობა არ უნდა ქონდეს შიგნით. სუფთა წვენი შეიძლება დასალევიდან, ხო, რა შეიძლება სუფთა წვენი, ჩაი, წყალი შეიძლება არაალკოჰოლური
შეუღებავი სასმელები, რა თქმა უნდა, არაგაზიანი, ხო, უგაზო. და რა არის ეს არის რაც შეიძლება, რა არ შეიძლება, ხო? 3 დღით ადრე აკრძალული რაც არის, ეს არის ყველა ცომეული, ბოსტნეული, ბურღულეული, ქაშები, ლობიო, მარცვლეული, თხილეულობა, მზესუმზირა, სეზამი და სხვა ესეთი თესლები, სანელებლები, მაგარი ხორცი ხრტილით არ შეიძლება, კონსერვები არ შეიძლება, სოსისები არ შეიძლება, წეხვები არ შეიძლება. ზღვის პროდუქტები არ შეიძლება, ხილი, კენკროვანი, ჩირი, მურაბა, ჯემი, მარმელადი, ჟელე არ შეიძლება ჩიფსები, ჰამბურგერები, შოკოლადი არ შეიძლება და ყველა სხვა პროდუქტები, რაც ნებადართული სიაში არ არის მოქცეული, არ შეიძლება. დასალევიდან ალკოჰოლი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, გაზიანი სასმელები არ შეიძლება, ყავა, კომპოტი, კისელი, რძე არ შეიძლება, რა თქმა უნდა. ეს არის რაც შეეხება დიეტას. ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის, ხო? კვლევამდე 3 დღით ადრე თუ კვლევას იქნებ კვლევას შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსია, ხო? ამიტომ ბიოპსიის დროს არსებობს სიზმრის რისკი. მცირედი 0.რაღაც%, მაგრამ მაინც არსებობს. ამიტომ კვლევამდე 3 დღით ადრე არ შეიძლება სისხლის გამათხელებელს მიიღება, ანუ თუ ღებულობთ, უარი უნდა თქვა კარდიომაგნილი იქნება ასპირინი, ვარფარინი და ასე შემდეგ, უარი უნდა თქვა 3 დღით ადრე მაგის მიღებაზე. რკინის პრეპარატებიც არ შეიძლება ასევე კვლევამდე 3 დღით ადრე. ასე კიდევ რა თქმა უნდა არ შეიძლება კვლევისთვის მომზადება, ანუ დამატებით რაღაც გამწმენდი ოყნების გაკეთება არ შეიძლება ვაზელინის რაღაც ზეთის მიღება. ხო, ესეც რა თქმა უნდა არ არის სასურველი. და კატეგორიულად არ შეიძლება ამ ფორტრანსის და მაკროლაქსის ხსნარის მოცულობის შემცირება. ანუ არ შეიძლება თქვა ეს 3 დავლია და მე-4-ს ვეღარ ვსვამ, ან თქვა 1 ლიტრა დავლია და მე-2-ს ვეღარ ვსვამ, ესე არ შეიძლება. გულიც რომ აგერია დავლია და გული ამერია და მეც ვეღარ ვსვამ. ну, მაშინ სხვა დროს მოემზადეთ ფსიქოლოგიურად და სხვა დროს მოემზადებით კვლევისთვის, ხო? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ნაწლავი არ იქნება ესეთი სუფთა, როგორც საჭიროა და ჩვენ შეიძლება გამოვრჩეს, თქვათ, იქ პოლიპი, რამე და რომელიც შემდეგ ონკოლოგიაში გადაიზრდება და თქვენთვის იქნება ძალიან ცუდი. მომზადების შემდეგ, როდესაც მოდიხართ ექიმთან, მოხვალთ თავისთავად, ექიმი გაგესაუბრებათ კვლევის წინ, გეტყვით ყველაფერს ქრონიკული დაავადებები გაქვთ, არ გაქვთ ოპერაციები, რა გაქვთ, ყველაფერს გამოგკითხავთ, ხელს მოაწევთ მე ინფორმირებულ თანხმობაზე და შემდეგ უკვე გადაინაცვლებთ საპროცედუროში. სადაც ტარდება პროცედურა. პროცედურისთვის თქვენ შემდეგ ექიმი გეტყვით, რომ აი წელსქვევით ყველაფერი უნდა გაიხადოთო. დაალაგებთ, გაიხდით წელსქვევით ყველაფერს, ტრუსებს, ყველაფერს, შეგიძლია წინდები თქვა დაიტოვოთ, არ არის პრობლემა. დაალაგებთ ამას ყველაფერს სკამზე. შემდეგ ჩაიცვამთ, აი სპეციალური შორტები გვაქვს, რომელსაც ჩაიცვამთ, ხო? ბახილებს ჩაიცვამთ და წამოწვევით ჩვენს საწოლზე, სამანიპულაციო საწოლზე და დაველოდებით უკვე ანესთეზიოლოგს, თუ ანესთეზიით იკეთებთ, თუ არა და ექიმს თუ ისე იკეთებთ ფხიზლად. აქ მინდოდა კიდევ მეთქვა პროცედურა დაძინებით უნდა გაკეთდეს თუ დაძინების გარეშე. ნახეთ წესით, აი ჩემთვის ექიმისთვის უფრო კომფორტულია, როცა პაციენტი დაძინების გარეშე იკეთებს კვლევას, იმიტომ რომ მე კვლევის დროს შემიძლია პაციენტს უთხრა რაღაც პოზიციის შეცვლა, უფრო ნაკლები ჰაერიც ჭირდება, ანუ შეყვანა, უფრო ნაკლებად მტკივნეული და ნაკლებად, უფრო ადვილად გადასატანიანი პაციენტისთვის და თან მეტი დროც გვაქვს ხოლმე ექიმებს, რომ რაღაც იქ თქვა პოლიპექტომია თუ დაგვჭირდა ან რამე პროცედურით ჩასატარებლად. კვლევა როგორც წესი, ანუ ტკივილის რეცეპტორები როგორც წესი, ხო, მსხვილნაწლავში ლორწოვანში არ არის, ამიტომ კვლევა როგორც წესი არ არის მტკივნეული. მაგრამ არსებობს აი ჩვენი ტკივილის რეცეპტორები ყველაფერი გადის. ეხლა რო დაგანახოთ, აი ნაწლავს აქვს ჯორჯალი, ხო? აქ წვრილი ნაწლავი არის ნანახი, მაგრამ მსხვილ ნაწლავსაც აქვს თავისი ჯორჯალი, მაგალითად სიგმოიდურ ნაწლავს აქვს და იქ განივ კოლინს აქვს თავისი ჯორჯალი, ხო? ამ ჯორჯალში გადის სიზარღვები, ლიმფური ჯირკვლები არის შიგნით და ნერვები, ნერვული დაბოლოებები, ხო? ნერვებიც გადის.
ამიტომ ტკივილი ძირითადად კვლევის დროს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც უხეში манипуляციის დროს, როდესაც აი ექიმს შეყავს ხოლმე ეს კოლონოსკოპი და მიდის პირდაპირ მიდის და ეს იწელება, ანუ ეს ნაწლავი გამოდის იწელება და ამ დროს ეს ნერვებიც ჯორჯალიც ეწელება და ამ დროს არის ტკივნეული როგორც წესი კვლევა ან შეყავს ძალიან დიდი რაოდენობით ჰაერი ნაწლავში და მაგ დროს ნაწლავიც იბერება ეს თვითონ ეს ნერვული დაბოლოებებიც იკაჩება და ამ დროს არის ხოლმე ტკივილი პაციენტს ექნება ხოლმე რა. ამიტომ კოლონოსკოპია ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკის ცოდნა. ექიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რა ტექნიკით აკეთებს ხოლმე რა. მაგრამ და ამ შემთხვევაში როგორც თუ ექიმი კარგად ფლობს ტექნიკას და აკეთებს, არანაირი ტკივილი და რამე არ გექნებათ. მაგრამ რა თქმა უნდა აქვთ ჩვენ ქვეყანაში უფრო უხერხულობის შეგრძნება ხოლმე, თუმცა რაშვაში არის უხერხულობა ექიმთან როცა მიდიხარ, მაგას ვერ ხვდები, მაგრამ აქვთ ხოლმე უხერხულობის შეგრძნება და პაციენტი იკეთებს ხოლმე დაძინებით ძირითადად. თვითონ კიდევ რისი თქმა მინდოდა. რა შემთხვევაში აი კი ფხიზლად ვთქვით, ჩემთვის უმჯობესია, მაგრამ არსებობს უკუჩვენება რა, ფხიზლად გაკეთება, როცა არ შეიძლება. ეს როდის არ შეიძლება, ხო, როდესაც ოპერაციები, ღია ოპერაციები აქვს პაციენტს განაკეთები მუცლის ღრუზე, ხო? იქ მცირე მენში ოპერაციები და მუცლის ღრუზე. მაგ დროს შეიძლება იყოს შეხორცებები მუცლის ღრუში, ნაწლავის და როდესაც ჩვენ ვაკეთებთ манипуляცია, შეიძლება ეს შეხორცებები დაიჭიმოს და ამ დროს მიცეს კონდეს ხოლმე ტკივილი პაციენტს, მაგიტომ მაგ დროს დაძინებით კეთდება. ასევე როდესაც ტკივილი აქვს ანუსის ან უკანატანის არეში, ხო, ანუსის არეში შესასვლელში, სადაც ჩვენ მასშტაბით ხო აპარატი შევყავს და მოძრაობთ შიგნით, ხო, იქ სფინქტერი არის, უჭერს, იქ ტკივილი თუ აქვს პაციენტს, კიდევ რა თქმა უნდა ეტკინება ეს, ამიტომ მაგ დროსაც ჯობია დაძინებით გაკეთდეს, ხო? თუ აქვს ზოგადად ტკივილი მუცლის არეში, მაგ შემთხვევაშიც არ შეიძლება, ფსიქიკური მდგომარეობა ზოგი ძალიან ნერვოზულია, ნერვიული პაციენტი არის, მაგ დროსაც არ შეიძლება, რა თქმა უნდა, თუ ზედმეტად დაძაბული არის პაციენტი, თუ ძალიან ეშინია, მაგ დროსაც რა თქმა უნდა, ჯობია დაძინებით გაკეთდეთ, ხო? და ზოგადად თუ ცუდად გადაგაქვთ სამედიცინო манипуляციები, ან ნემსის გეშინიათ, რაღაც ეს პროცედურების გეშინიათ, მაგ დროსაც რა თქმა უნდა, ჯობია დაძინებით გაკეთდეს და ასე შემდეგ. კიდევ დაძინებით მე გასტროსკოპიის დროსაც ვილაპარაკე, მე მგონი ხო, აი უბრალოდ დაძინება როგორ ხდება, ხო? ვიღებთ ვენაში შეყავთ კათეტერი, იქ რჩება დროებით. შემდეგ ექიმს შეყავს აი სომნოპოლი გვაქვს ჩვენ ძირითადად დაძინებით ან პროპოფოლი, ხო? შეყავს ეს წამალი, თქვენ ეგრევე იძინებთ, ჩვენ ვაკეთებთ პროცედურას, ყველაფერს თქვენ ვერაფერს ვერ გეუბნებთ, ღრმა ძილში ხარ, შეიძლება კარგ სიზმრებსაც ნახულობდეთ და როგორც კი ვამთავრებთ პროცედურას, შეიძლება პროცედურის განმავლობაში დაგჭირდეთ ცოტა დამატება კიდევ პრეპარატს, იმიტომ რომ პრეპარატი მალევე ტოვებს ხოლმე ორგანიზმს და პროცედურის ბოლოს, როგორც კი მოვრჩებით თქვენ მალევე 5 წუთში იღვიძებთ ხოლმე როგორც წესი, შემდეგ 10-15 წუთში ფეხზე დგებით ხოლმე და მე თქვენ ნაბიჯით 1.5 საათი თქვენი ფეხით მიდიხართ ხოლმე სახლში, როგორც წესი, მაგრამ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში საჭერთან დაждობა დაძინების შემდეგ, იმიტომ რომ ყურადღება გექნებათ მოდუნებული და შეიძლება ჩაგეძინოთ საჭესთან, ან ხო შეიძლება სხვა რამე ზიანი მიაყენოთ, ან სხვას დაეტაკოთ, ან რამე რაც ყურადღების მხრივ. ამიტომ კვლევაზე ჯობია მოხვიდეთ, ვინმე მოგაცილოთ, ან ტაქსით მოხვიდეთ, ან რამე რომ საჭესთან არ იგზდეთ. და იმ დღესაც ასევე ჯობია კვლევის შემდეგ, რა თქმა უნდა, დასვენება, თუ ანესთეზიით იკეთებთ და საყურადღებო საქმეები არ უნდა აკეთოთ. ასევე ეხლა რა შეეხება, კვლევაზე ვილაპარაკეთ, როგორაც ვაკეთებთ, მივხვდით ყველაფერი ვისაუბრეთ. ეხლა კვლევის შემდეგ რა შეიძლება იყოს? ანუ კვლევის შემდეგ შეიძლება პაციენტს ჰქონდეს, ჩვენ ხო ნაწლავი შიგნიდან, როგორც ჩვენ უცხო სხეული შევყავს, ხო, კოლონოსკოპი. ამიტომ ნაწლავი ღიზიანდება, ხო? ამიტომ შეიძლება არ ქონდეს.
შემდეგი 2-3 დღე შეიძლება გქონდეთ აი თხელი განავალი იყოს, ხო, ფაღარათი შეიძლება, მუცლის ტკივილი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თხელი განავალი ფაღარათი შეიძლება გქონდეთ. ამიტომ კვლევის შემდეგ ეცადეთ, რომ მაინც დიეტა დაიცვათ, შემწვარი, მოხრაკული და ესეთები, არჭამცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი, გაზიანი სასმელები, ესენი ხილბოსნეული რაღაც ახალი და ესენი არ ჭამოთ, ცოტა დიეტა დაიცავეთ, ჯობია კვლევის შემდეგ. ასევე თუ პოლიპექტომია ჩატარდა, თქვათ პოლიპი მოიკვეთა პროცედურის დროს, ამაზე მე ვიტყვი ბიოპსიებზე როცა ვილაპარაკებ, შემდეგ ადროს შეიძლება მოიკვეთოს, ადროს არა. მაგ შემთხვევაში შეიძლება არსებობს სისხლდენის რისკი, ამიტომ პაციენტი თქვათ კვლევის შემდეგ სადღაც 3-4 საათი ვერ შეჭამს საჭმელს, სითხის დალევა 1 საათში შეიძლება, მაგრამ იმ დღესაც რაღაცა დიეტის დაცვა მოუწევს 2-3 დღე, სანამ არ შეხორცდება ის მოკვეთილი ადგილი, მონაკვეთი ადგილი, ხო? და კიდევ ბოლოში ჩვენ პრინციპში ყველაფერი განვიხილეთ, ყველაფერი წესით გასაგები უნდა იყოს და ბოლოში მინდოდა მეთქვა ისევ შეგახსენოთ სკრინინგის შესახებ. სკრინინგი რა არის, ხო? აი კვლევების ჩატარება, მაშინ როცა არაფერი არ გაწუხებთ, ხო? მაგრამ ხო არსებობს სამეცნიერო რაღაცა კვლევები ესენი, რომ როდის არის რისკი რამე, ხო? ამიტომ ჯობია რომ მიხვიდეთ და გაიკეთოთ ხოლმე, ჩაიტეროთ ეს კვლევა. და ჩვენთან კოლორექტული კიბოს სკრინინგი არსებობს 2011 წლიდან, უფასო არის ეს ეს სკრინინგი და რას მოიცავს, ხო? 50-დან 70 წლამდე პაციენტებს მოიცავს, თუ ხართ 50-დან 70 წლის ასაკში, შეგიძლიათ მიხვიდეთ, თქვათ, კლინიკაში ან სპეციალური კლინიკები არსებობს მაგისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს არჩეული. მიხვიდეთ, გაიკეთოთ განავლის ანალიზი ჯერ ფარულ სისხლდენაზე, თუ აღმოჩნდა ფარულ სისხლდენაზე ეს უფასოდ კეთდება. თუ დადებითი ანუ ფარულ სისხლდენა არის, მაშინ მიდიხართ გასტროენტეროლოგთან და გასტროენტეროლოგი გინიშნავთ უკვე კოლონოსკოპიას. ოღონდ ესეც კოლონოსკოპიაც უფასოა, გასტროენტეროლოგიც უფასოა. ოღონდ ამაში არ შედის დაძინება, ხო, ამ კვლევაში, თქვენი გადასახდელი იქნება. ხო, თუ არ აღმოგაჩნდათ ფარული სისხლდენა ანალიზში, მაშინ შეგიძლიათ არ გაიკეთოთ კოლონოსკოპია, მაგ შემთხვევაში ამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ რამე პოლიპი, ონკოლოგია ან რამე იყოს. ეს არის კოლორექტული კიბოს სკრინინგი და 12 წლის განმავლობაში, რაც არსებობს ეს 2011 წლიდან ხო არსებობს, ან 12 წლის განმავლობაში ამ სკრინინგით ისარგებლა 2.5%-მა ადამიანმა, ვისაც ეკუთვნის, იმიდან გამომდინარე ვამბობ. ამიტომ ხო უყურებთ რა, ძალიან მცირე რაოდენობა მოდის და ძალიან ცუდია, იმიტომ რომ შემდეგ ეს პაციენტები, რომელსაც თქვათ, შეიძლება პოლიპის დონეზე მოკვეთილი ყოფილიყო და კიბო არ განვითარებულიყო, ძალიან დიდი სხვა ოპერაციები ჭირდება და ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობაც ეკლებათ და ასე შემდეგ. ამიტომ გირჩევთ, რომ სკრინინგი რა თქმა უნდა გაიაროთ. პრინციპში სულ ეს იყო, რაც უნდა მეთქვა, შემდეგ ვიდეოში ალბათ ბიოპსიაზე ვილაპარაკებ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის, ძირაბაშა, ხოჩამდა.